ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად. მაგრამ როცა თქვა შექმნა კაცი თავის ხატად და მსგავსად, შექმნა სრულყოფილი ბუნებით. ბუნება ქონდა სრულყოფილი. მე რომ სრულყოფილი ბუნება მოვიხმარო, სრულყოფილი პიროვნება უნდა ვიყო და სრულყოფილად უნდა მქონდეს ცოდნა იმისა, როგორ მოვიხმარო ეს სრულყოფილი ბუნება. რაც უფრო სრულყოფილი თვითმფრინავის პილოტი ვარ, მით კარგა უნდა ვიცოდე მისი მართვა. შეიძლება თვითმფრინავი იყოს უბადლო და მე კიდე კუკუშკას მართველი ვიყო. ხო იცით ვინტიანი თვითმფრინავი რო. შეიძლება ულტრათანამედროვე თვითმფრინავი მომცენ, ულტრათანამედროვე ტექნიკა მომცენ, მაგრამ მე მის მართვა არ ვიცოდი. რაც უფრო მაღალი დონის მაქვს მე ბუნება, მით მაღალი დონის პიროვნება უნდა ვიყო, რომ ეს ბუნება გამოვიყენო. სწორად. ეხლა რატო? ადამიანი შედგება ძალიან დიდი ძლიერი ფასეულებისა და გრძნობებისაგან. მას აქვს სიყვარული, მას აქვს სიხარული, მას აქვს ფერების განცდა, მას აქვს გემოვნება, ეს არის უზარმაზარი ძალა. მას აქვს ნება, გრძნობები, ეს არის უზარმაზარი ძალა. ამ ძალით ადამიანმა, ამ ძალა შეიძლება ადამიანმა სიცოცხლე შეწიროს. თავის გულის თქმებს, ვნებებს, წარმოდგენებს, განცდებს. შეიძლება თავი მოიკლას ასეთი განცდებისთვის. ეს არის დიდი ძალა, ეს რასაც დაეჯახება, ან შეაკლავს თავს, ან მოკლავს და გადაუვლის. ამიტომ მე რაც უფრო დიდი გრძნობები მომეცა, რაც უფრო დიდი ძალები მომეცა, მით მეტი სწორად უნდა ვიცოდი ამისი მართვა, რომ ეხლა ვიღაცა ჩემნაირს არ გადაუვარო თავზე, თუ მოვერია იმ შემთხვევაში. ამიტომ რას აკეთებს უფალი? უფალი აკეთებს ადამიანის გასაზრდელად აშენებს სამოთხეს. ედემით. ედემში რა მოწყობა გვაქვს ჩვენ? ედემში გვაქვს ხეები, საიდანაც ადამმა ყველაფერი უნდა ჭამოს და ედემის გულში ცენტრში არის ხე, რომელიც არ უნდა ჭამოს. ეუბნება ღმერთი, ყველაფერი ჭამი ამის გარდა. რატო არ უნდა ჭამოს ეს ხე? ან რატოა ცენტრში? ცენტრში იმიტომ რომ ეს არის ცენტრალური რაღაცის ცენტრალური მნიშვნელობისაა. როცა სამოთხეში დადის ადამი, მთელი დაგეგმარება სამოთხის ისია, რომ სადაც არ უნდა წავიდე, ცენტრით უნდა მოვზომო. სიარული, ხო? საწავას არ დავიკარგო ეხა ტყეში. ამიტომ ორიენტირს ვიღებ ცენტრიდან. ისევ ცენტრზე ვფიქრობ, რომელიც აკრძალული მაქვს რომ ჭამო. და წერია, რომ ცენტრში რაც არის დარგული, ეს იყო ხე სიბრძნისა. რომ ამის ჭამის მერე ადამი სრულყოფილად გაიგებდა რა არის სწორი და რა არის არასწორი. რა არის სწორი და რა არის არასწორი. ეს იყო ცნობადობის ხე. მაგრამ ეს ცნობადობა კი არ იყო წიგნში დაწერილი ფორმულები. არა. ეს არის ცნობადობა, რითაც მე ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, გრძნობ და განვიცდი. იმიტომ რომ სხვანაირ ცნობადობას ბიბლია არ იცნობს. სხვანაირ ცნობადობა ადამიანში არ არსებობს. ადამიანში რაც აქვს თავში და რაც ესმის სწორად, ისე მოძრაობს, ისე განიცდის და იმ განცდებს აყენებს თავში. ამიტომ რა გადაწყვეტილებას იღებს ღმერთი? ღმერთი ამბობს: ყველაფერი ჭამე, ამ ხესთან არ ჭამო. რატო ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ ხდება, რომ ადამი რამდენი არ უნდა შევიდეს სამოთხეში, შევიდეს, გამოვიდეს, შემოუაროს, იაროს, ყველგან თავში უნდა ქონდეს ერთი სიტყვა: არა. ხო და არა. აი ეს ჭამე, ეს არა. დღეს ჩვენ რა პრობლემაც აქვს ქრისტიანებს ძირითადად? ადამიანებს ცხოვრებაში ეს არის რა? ვიცი სწორი და არა არ მყოფნის რომ უარი უთხრა. ბოროტებას და ხუ არ მყოფნის დავეთანხმოს სრულად სიკეთეს. მთელი დღევანდელი პრობლემა რაც კი ჩვენა გვაქვს, ეს არის იგივე სცენარი რაც ხდება სამოთხეში. აი ჩვენ გარშემო ახლა ხედავთ ადამიანებს, მოგვდის აზრები, რომელზეც უნდა ვთქვათ ხო და ვთქვათ არა. ეხლა რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ სამოთხეში? სამოთხეში ხდება ასეთი რამე: ადამი დადის და იზრდება. რამდენი გაივლის? არა, 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 არა. როცა ადამიანში ეს არა იქნებოდა სრულყოფილი, ღმერთი ეტყოდა: ეხლა ჭამე. და ეს ცოდნა ადამიანში რომ შემოვიდოდა, ამ ცოდნას
ეტყოდა შინაგანად იყო ეს ცნობადობა ბოროტისა და კეთილისა. ეს ცოდნა მაშინ როგორც კი შემოვიდოდა ამ ჭამით ბოროტებას ეტყოდა კაც რარას, სიკეთეს ეტყოდა სრულ დიახს. ადამა არ მოითმინა და წინასწარ შეჭამა ეს ყველაფერი. და ადამიანი დაეცა. ამიტომ მაცხოვარი როცა მოდის იგივეს იმეორებს. და ამბობს იყოს თქვენი სიტყვები, რაც მე მინდოდა სამოთხეში. ჰეი ჰე, ხოზე ხო? არაი არა, გახსოვთ სახარებაში არის. არაზე არა. უმეტესი ამისა ეშმაკისაგან არს. რას ნიშნავს უმეტესი? ნელთბილობა და თავის დაძვრენა. როდესაც მე არ მინდა სრულყოფილი ხო ვთქვა და არ მინდა სრულყოფილი არა ვთქვა. არა მას ხორმა უთხრა, ხოზე უნდა იყოს ხო, არაზე უნდა იყოს არა. ეს არის ცხოვრება.